selfie სტუდიის სტუმრები არიან სერიალის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლური სიცილის ავტორები ლიკო და თეკო. იგივე თინა ლაღიძე და ნათია ფარჯანაძე. ჩვენ არ მოგაწყეთ, ეს იქნება შენი საუკეთესო დაჭრა ცხოვრებაში. პირველ რიგში როგორ ხართ გოგოებო? კარგად ვართ. ბოლოში უნდა გაგაცინოთ მაინც. გაგაცინე. ბოლოშიც და თავშიც და შუაშიც. ვართ, კარგად გვიხარია, აკყოფდნენ გვიხარია. შენი ნახვა და რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს მოვედი თეკოს და ლიკოსთან შესახვედრად. ვინ არიან ეს გოგოები? ლიკო და თეკოი. თქვენი წარმოდგენით, რომ დაახასიათოთ ორი სიტყვით. ეს გოგოები არიან აი ესეთი ხელოვნებაში შეთხლეშილი ტიპები რო არიან და თვითონ თავისი ირგვლივ რო ყველაფერს ცვლიან რა, თავისი კანონებით ცხოვრობენ, თავისი ხედვა აქვთ და რაღაცნაირად აი ყველანაირად გარემოს ირგებენ თვითონ რა, ცვლილებები შემოაქვთ. ის რაც ლიკოს და თეკოს სასიყვარულო ცხოვრებაში ხდება გარკვეულწილად თქვენი აზრით თქვენი თაობის რეალურ ცხოვრებას ირეკლამებს. ლიკოს ისტორიები ძალიან 90-იანების ისტორიები, რასაც ყვება და როგორი ცხოვრებაც იყო მაშინ და რაც გავიარეთ და რაღაცა ეს ყველაფერი ძალიან ასახული ამ პერსონაჟის ცხოვრებას. გიждები კაცი რო აფრენს. ხო არ ეგეთი ფრაზა, რომელიღაც თქვენი პერსონაჟი შენი პერსონაჟია. შენია თუ ჩემია? არა, ჩემია. არის მაგაზე. აკეთებენ იმ სიუჟეტს კატოროკოტეს აცილებს სუდანში. რა არის ეგ სასაცილო? მართლა მიდი? ეგ ჯანმრთელად არის საერთოდ? არა. აი რო არა. გიждები კაცი ცოტა რო ვერა. აი ეგ მე მგონი ცოტა 90-იანი წლების გამოძახილია რა. ხო, არ იყო ნორმალური კაცი მაშინ. მაშინ არ იყო არავინ ნორმალური. იცი რა, არ ვიცი, იმიტომ რომ ეხლა ნაკლებია სიგიჟე. სხვანაირი სიგიჟეა, მაგრამ მგონია რომ მაშინ უფრო მეტი იყო სილაღე. სილაღე? სილაღე უფრო მეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს 90-იანები იყო საშინელი უშუქობა, უწყლობა, უგაზობა და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაცა სილაღე უფრო იყო. რა უშუქობები, მკვლელობები იყო ყოველდღე. მარტო უშუქება რო ყოფილიყო, გაიგნებოდა. სიცილი, როგორც თქვენი სიმბოლო, როგორც ყველაზე გადამდები სიცილი ამ სერიალში, ჩემი აზრით. აი, როგორ მოხდა, რომ ორივე ესე ერთნაირად იცინით? დაემთხვა. უბრალოდ შევხედეთ ერთმანეთს, აი მახსოვს ის კადრი და აი რაღაცნაირად ერთნაირი რეაქცია გქონდა რაღაცის შეფასების, აი გადავხედეთ ერთმანეთს და გაგვეცინა. არიცი ხო, რომ ეხლანდელი კაცები ვაფშე ვერაფერს ვერ იფიქრებენ. ძალიან კარგად იფიქრებს ხოლმე ბადრი. ოღონდ კარგად რომ მოხდება იმის მერე. ეს პროსტა თეკო არის ჩემ ბავშვებს როგორ მეგობარი, იცი? აი ვერ წარმოგიდგენი. აღმოჩნდა, რომ იმდენად რაღაც ემოციას და რაღაც ნაპერწკალს იძლევა ეს, რომ მე ხო იცი, აი მეგობრობაშიც ხო ეგრეა. ვიღაცასთან რაღაც ხუმრობა გახსნილი. და აი რაღაცა შეიძლება შტერობა სიტყვა იყოს და იმაზე მე აგებ და ეს მოხდა რაღაცნაირად აი ამ პერსონაჟებს შორის რა ქიმია ხო იცი? ხო, ქიმია გაჩნდა. და რაღაც რო გითხრა რომ რაღაც ხელოვნურად გვეცინებოდა, ხელოვნურად ვიცინოდით თქვა არა, არ იყო დაგეგმილი არც ერთი, ხო? აი ამ სიცილის მიღმა, ამ გადამდები სიცილის მიღმა, ამ პერსონაჟების მარტოობა როგორია? ამაზე არ მიფიქრია. მე მგონია რომ ორივეს რაღაცა თავისი სევდა აქვს მაინც. მიუხედავად აი ამ ხმამაღალი სიცილისა. როგორ არა, რა თქმა უნდა აქვს და რა თქმა უნდა ეს ამათი მეგობრობაც ამაზე დგას რა, რომ რაღაცა აერთიანებს, რაღაცა ძიებას ცხოვრებისეულს ატარებენ და ერთმანეთში ირეკლება ეს ამბები და ერთმანეთიდან ძლიერდებიან კიდევაც. მაგრამ არ არიან ისინი ხე დეპრესიული ადამიანები მე მგონი. ეს ამბობს პერსონაჟი, რომელმაც რამდენჯერმე ცადა თავის არის დეპრესიული არა სპონტანური არ აღიარებს. არა, მაინც რატო არ უმართლებს არც ერთ ამ სასიყვარულო ურთიერთობაში? გიჟები არიან. ხო, ისე ეგეც მართალია, ვის უმართლებს? ნუ ზოგს უმართლებს, მაგრამ არ ვიცი, გადასამოწმებელი.
იცით, ბევრს ითხოვენ. იდეალისტები არიან. უნდათ რომ სამყარო მოძრაობდეს და მოქმედებდეს ისე, როგორც თვითონ ხედავენ. ეხლა ჩემი პერსონაჟი მაგალითად რომ ჩააფიჩინდა ხერხეს, ხო? ეს ხო რაღაც იდეა ფიქსია. ბავშვებო, ნახეთ ვინ მოვიყვანე. ჩემი ოცნების მამაკაცი მოვიდა. თქვენი საყვარელი სცენა რომელია? აი ერთობლივი. დაბადების დღის სერია ძალიან მომწონს, სადაც ჩემოდის ეს ძალიან კარგია. ხორცილი ძალიან მომწონს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩემი დაბადების დღის გარდა მინდა რომ ერთი სასიხარულო ამბავი გაგანდოთ. იმ კაცს გაუმარჯოს. ვინც ეს კაცი დამიჭრა და აქ მომიდგა. კიდე სადوارთან. სამიც იყო. იცი რომელი მიყვარს კიდე ძალიან აი ვაზის ჩარტყმის სცენა. უკაცრავად? თეკო, პატრულს ურეკავ. არა, ერთი წუთით ჩვენზე თქვა ამ კაცს უნდა რა. აი მეზიზღება შენერი კაცები. აი ესე რომ მოდიან, ქალებს რომ უყვირიან და თავი კაი ტიპი რო გონია. სიამოვნებაში მაგარი სიღრები არის. ეხლა რას უყვირი ამ შენცო? ანდა ბავშვებს რას უყვირი? ან ვინ მოგცა ამის უფლება? ან საერთოდ ვის ეშინია ამ შენი ყვირილის? თეკო! აუ, ეგ არ უნდა გეკრა. თეკო.